ეკითხა რომ ბარიატრიის მერე ისევ თუ ხდება მატება წონაში. ბარიატრია არის კუჭის ოპერაცია, ანუ კუჭის დაპატარავებას რო ეძახიან. ხდება კი, უმეტესად ადამიანები მაინც იმატებენ ხოლმე თითქმის 70% 5 წლის მერე, 5 წლის თავზე რაც ოპერაცია გაიკეთეს, ნიშნულოვან წონას იმატებს ისევ. ეს არნიშნავს იმას, რომ იმას უბრუნდებიან, მაგალითად თუ 120 კილო იყო ადამიანი, 5 წლის მერე ისევ 120 არ იქნება, მაგრამ 120 კილოდან თუ დაიკლო 80 კილომდე, ეხლა 100 იქნება. ანუ ნიშნულოვან წონას ისევ მოიმატებს, მაგრამ იმ თავის ორიგინალურ წონას, ძირითად წონას არ დაუბრუნდება როგორც წესი, თუმცა ნაწილი, თითქმის 20% იმ თავის წონასაც უბრუნდება და ზოგი აჭარბებს კიდევაც, ესეთი შემთხვევებიც ხდება. თუ იმას გულისხმობთ, რომ მაგალითად ამ ოპერაციის მერე რამდენი ადამიანი ხდება გამხდარი, ძირითადად ეს კუჭის ოპერაცია კეთდება ხოლმე, როცა ადამიანს აქვს ძალიან მაღალი წონა, ან პირველი ხარისხის, ან მეორე ხარისხის სიმსუქნე როცა, ან უფრო მაღალი კიდე. შესაბამისად, როცა კუჭის ოპერაციას იკეთებენ, ილუზია იმისი, რომ ჩამოვა ადამიანი ისე რომ ბოლომდე დაიკლებს მთელ თავის ჭარბწონას, ასე როგორც წესი არც ხდება და 90% 5 წლის თავზე ისევ ჭარბწონიანია, მიუხედავად იმისა, რომ წონა დაიკლო. ოპერაციას აქვს თავის გართულებები და ამ გართულებების რაც უნდა იყოს ადამიანი, აბსოლუტურად უსაფრთხო არ არის. სერიოზული გართულებების რისკი, 1%-ზე დაბალია, მაგრამ 0.3%-ია დაახლოებით რა. და გაზღუდების მიღებამდე უნდა დაფიქრდეს ადამიანი მართლა ჭირდება თუ არა. ამიტომ არის რომ როცა უკვე ჯანმრთელობას მნიშვნელოვან რისკს უქმნის, სიმსუქნე მაშინ კეთდება მხოლოდ ეს ოპერაციები, ისე არა, ანუ 5 კილო თუ გაქვს ზედმეტი, ან 8 კილო, ან 12 კილო, როგორც წესი ამ ოპერაციას არავინ არ გააკეთებს. ყოველ შემთხვევაში კეთილსინდისიერად არავინ არ გააკეთებს მაგ ოპერაციას, თუ რამე სხვა მნიშვნელოვანი რისკები არ აქვს. და რადგან წონის კლება რთული და დამღლელი გზაა, რედიენტი დაგეხმარება.